ახალი წლიდან ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მტრევადი მასალის განთავსების და რეალიზაციის შესახებ ახალი წესი ამოქმედდა. შესაბამისი რეგულაციების დაცვის გარეშე მათი განთავსება ან რეალიზაცია ფულად ჯარიმებს გამოიწვევს. უფრო კონკრეტულად რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ ანა ბერძენიშვილი გვიამბობს. თბილისში ამტვერებადი და ადვილად აალებადი მასალების განთავსება რეალიზაცია შეიზღუდა, გაიზარდა ჯარიმები. მეორეული საბურავები, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მტვრევადი მასალის განთავსების და რეალიზაციის ახალი წესი ამოქმედდა. ამ ეტაპზე ჩაითვალა, რომ არასაკმარისად შემაკავებელი იყო სანქციების ის ოდენობა, რისთვისაც ისჯებოდა მათ შორის ამტვერებადი მასალის გადაუხურავი წესი ტრანსპორტირება, ასევე მშრალი წესით სამშენებლო მასალის დამუშავება, რაც PM ნაწილაკების ჰაერში გაფქვევის ძალიან დიდი საფუძველია. შესაბამისად, ჯარიმების ესეთი დიდი ოდენობით ზრდა, სწორედ განპირობებულია იმისგან გამომდინარე, უფრო მეტად შემაკავებელი ეფექტი ქონდეს კანონმდებლობას, მათ შორის ისეთი ქმედებისთვის, რასაც ბენზომზიდი მანქანის მიერ, ასე ვთქვათ, სველი ბეტონის გზის საფარზე დაღვრა ქვია, რაც ასევე დიდი პრობლემა არის, როგორც დიდი ქალაქებისთვის, ასევე ავტომაგისტრალებისთვის. ცვლილებების მიხედვით თბილისში აკრძალულ ადგილებზე მსგავსი პროდუქციის განთავსება ან რეალიზაცია ფიზიკურ პირზე 2500, ხოლო იურიდიულ პირზე 5000 ლარით ჯარიმას ითვალისწინებს. გამკაცრდა ჯარიმები ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავების შემთხვევაში. ასევე მკაცრად დაისჯება ის პირი, რომელიც ამტვერებად მასალას გადაუხურავის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდავს. გამკაცრდა კანონმდებლობა, როგორც ამტვერების მიმართულებით, რომელსაც სხვადასხვა მაღალი გამავლობის და დიდი სატვირთო ავტომობილები აყენებენ ზიანს ჩვენს დედაქალაქს და არა მხოლოდ დედაქალაქს, ასევე იმ ადგილების კუთხით, სადაც შესაბამისად არის ფარდება ჭართი თუ სხვა გარემოსთვის ამაზიანებელი საშუალებები. გარემოზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. აღნიშნული ცვლილებების მიზანი სწორედ მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვას წარმოადგენს. ეს წარმოადგენს პრობლემას ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ბავშვების სიცოცხლისათვის და მათი თავისუფალი განვითარებისთვის, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებისათვის. საერთო ჯამში ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ერთია კანონი, მაგრამ სანამ კანონი ამოქმედება და სანამ კანონი თავის პრევენციულ ზომებს განახორციელებს, ისევ და ისევ ჩვენ მოქალაქეებმა უნდა გავიაზროთ, რომ ერთი არის დიახ შემოსავლის მიღება, მაგრამ ეს შემოსავლის მიღება არ უნდა მოხდეს სხვისი დაზიანების ხარჯზე. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით დეკემბერში შევიდა. ცვლილებები კი 1 იანვრიდან ამოქმედდა.